მარტივად მოგესალმებით სამი ტავერნის ვიდეო სივრცეში. კი. დღეს ვექნება უბრალოდ მარტივი პოდკასტი სიახლეების მიმოხილვა. თუ რა მოხდა 3D ბეჭდვის და ლაზერული გრავირების ისტორიაში ამ აგვისტოს თვეში. ბევრი მოხდა. და რა თემა? 500 motherboards როგორ მოიპარაო? ანუ 700 და 800 პრინტერებს, რომელსაც მაგებს open source-ის და open hardware-ის დრო მორჩა. 2 გიგაზე შეიძლება რაც მოპედი ჩატვირა. ბამბულაბი არის პრინტერების Apple. ნუ უფრო მეტი გამოცხადდა პრინციპში ვიდრე მოხდა რა. ანუ ესე თავში არ მოხდენილა ჯერ. ანუ რაღაცები უკვე მოხდა. ანუ ერთი სია გამომზადე მე, რაც საუნდმე ცოტა საინტერესო, მაგრამ მოსაბეზრებელი არის შედარებით, რაც ანუ უფრო ბიზნეს სიახლე არის ვიდრე ანუ ჩვენთვის მომხმარებლის სიახლე. ანუ ერთ-ერთი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყეს ლაზერული გრავირებით კოინების გაკეთება. ანუ ხურდაფული იქნება ანუ ლაზერით ამოჭრილი. ხო? მოიცა აქამდე დატკეპნილი იყო, ხო, პრესი იყო. და ლაზერით უფრო იაფი იჭდება ვითომ? ანუ შეიძლება კი რაც ანუ რო პრესაო, რაც კი დაიპრესა შეგნით მეტალი ხო შეგნით რჩება. კი. მაგრამ ლაზერით ანუ ის მოიფხრიკება, შეგვიძლია მე ალბათ დაადნო და უკან ჩატენო. და ანუ რაღაც 1 კოინ, ანუ რაც 10 კოინიდან მე-11 უფასო არის რაღაც ეგეთი შეიძლება გამოვიდეს მაგით. მაგრამ წვავს ინდუსტრიას აქვს, ლაზერი წვავს და ის პრესის დროს, ნუ თვითონ ხელსაწყოზე დიფუზიურად გადადის. რაღაც აუ ოდესღაც წავიკითხე რაღაცათი, რომ რუსეთი წელიწადში 3 ტონა ოქროს კარგავს, იმიტომ რომ ძველი ტექნიკა აქვს რა და რაღაც ეგლისება ყველაფერი და მაგრამ თან არა მაგაც ერთი ყველაზე ოქროს გამახსენდა, ან პროცესორებში და ეგეთ რაღაცეებში ხო არის ოქროს ასნაწილაკები. მაგის ამოღება სამდიდი ინდუსტრია არის, თან ტვინისბურგი არის მაგის ამოღება, ანუ 1-2 მილიმეტრი რო არის სიგარეტში და ვიღაცას უნდა გადაუხადოს ამოაძროს. ხო და იმიტომ რომ ის არის ანუ იდეაში ეგ მარტო იმ შემთხვევაში მუშაობს ხოლმე, როცა თუ უფასოდ გაქვს რაღაცა. მიაგენი ჯარდს, რომ პენტაგონმა გადაყარა 780 კომპიუტერი, იმიტომ რომ აღარ უნდათ და რაღაც აფრიკაში დაყარეს, იმიტომ რომ შენი მთავრობა ამერიკულ ნაგავს იღებს იმისთვის, რომ წამლები გამოგზავნოს და მერე იქ ვიღაცა ჩაიჭხრიკა და აი ეგეთი უფასოდ კომპიუტერის ნაწილები თუ გაქვს რაღაცა მეთილის სპირტი რაც გიჯდება მაგ თუ სხვა მჟავა დამავიწყდა. მე მგონი მეთილის სპირტი იყო ერთ-ერთი მთავარი რაღაც ხარჯი მაგ პროცესში. მაგრამ შეიძლება რომ მოადნოს ისაც სჭირდება. ხო რა, ხო და ანუ იმ ოქრომდე დასვლას მე რაღაცა 10%-იანი მარჟა გაქვს, როცა უფასო ხრონგები გაქვს რა და ეს არის. არავინ კომპიუტერს იმისთვის არ იპარავს, რომ იქიდან ოქრო ამოიღოს. ზოგი შეიძლება, ანუ ოქროს და ბრინჯაოსაც, ანუ ტრეისები რაც არის მაზერბორდებში და ეგეთ რაღაცეებში. ანუ კი რაც მილიგრამები არის, მაგრამ ანუ 500 motherboards რო დაშლი უკვე რაღაც თემა არის. 500 motherboards როგორ მოიპარაო? ანუ არის რატო კრიმინალური მასი რატო წავიდი ეგრე არა. თავშეთა 500 motherboard როგორ უნდა ანუ გააჩნია ზოგ მარკეტს და კომპანიას გონია რომ მაგის ნაგზური და რაღაც თვა მოიღე მოპარო არის, ამიტომ მაგრამ პრინციპში ხა 90-იანებში ჩემ მეზობელს აგური ჩაარტყეს თავში 5 ლარის გამოდა. აო ის სხვა ნიუსი რა გვაქვს. მეც უნდა მომემზადებინა სია და მე არ მომემზადე. შენ იყო ბრიტანეთის ავია ერთ-ერთ ჯეტში 3D-ზე ანუ სამგანზომილებაში დაბეჭდილი ერთ-ერთი ძრავის ნაწილი ოფიციალურად ანუ ჩაიდო და ანუ მაგით აკეთებ, მაგრამ ანუ თქო ყინით იბეჭდება, მაგრამ ანუ მაინც 3D-ზე არის დაბეჭდას ისეთი ფორმები აქვს. რომ ანუ მაგას ანუ დატკეპნით და ანუ სვარკი და რაღაცეებით ანუ არა ის ძალიან საიზღარი გასაკეთებელი იყო რა. ვუჩ რა ხო და რაკეტების ძრავებზეც ძალიან დიდი პროგრესები არის. ხო ნუ jet engine რაკეტის ძრავა რეალურად ან თვითფრინავზე დგას ის რაკეტის ძრავა და არა კოსმოსში არ მიფრინავს. მაგრამ რაკეტის ძრავა არა, ანუ ერთ-ერთი ძალიან ფუნდამენტური ნაწილი, რომელიც ანუ არის. ანუ მაგ ყველა ნიუსესთვის ანუ ლინკებს რაღაცეებს ჩავაგდეთ მე ქვევით იქნება ვიდეოს ქვეშ, ანუ მარტივად თუ რამეს ხოსაც საინტერესებს ზუსტად. და ისე ის არის, ხო? ანუ ალბათ დიდი პროგრესები გვექნება მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ ტრიდემნიკის საშუალებას იძლევა, რომ ძალიან რთული სტრუქტურები გამოხატოს
რომელსაც ну ჯერჯერობით აქამდე ტრადიციული მეთოდებით ვერ აგნებ. ალბათ ერთი 20 წელიწადში 3D პრინტინგი გახდება, რომ ტრადიციული მეთოდი ყველა მაგას აკეთებს. რას ქვია 3D პრინტერი არა გაქვთ ქარხანაში. ანუ რავი, პროტოტიპებს როგორ აკეთებთ? რა და ვიღაც ტიპი რო გამოყავთ, ჯიგარი მინიატურისტი, არტისტი და ხო, აი ეს შვება რაღაცა სპილენძის მაურთულით, ჟუაჩხით და პლასტელინით და მე ჩვენ ჩარხავთ რა ძმაო. ანუ ეხლა ანუ შედებით ანუ პროტოტიპებს ანუ ბევრი კომპანია უკვე ანუ 3D პრინტერები და რაღაცები აკეთებს, მაგრამ მაინც ზოგს აქვს ეს ვთქვათ სამი სტეპი, სამი ნაბიჯი თუ როგორ აკეთებენ მაგას. ანუ თავიდან ვიღაცა ანუ მართლა ანუ ხელით აწყობს, მე მაგას ან სკანირებას უკეთებენ რაღაც რომ მოდელი ამოიღონ მაქედან და მე მაგას ბეჭდავენ და ანუ მაგ მოდელს აედიტებენ თუ რა არის საჭირო თქვა. რაც ანუ ზოგიერთი ანუ PETG-თან PLA-ით დაბეჭდილი რაღაცეებიც ანუ კინას თათ არ უტოლდება, მაგრამ tolerance-ები და რაღაცეები ანუ მაგითაც შეიძლება გაიგრო, ანუ PLA თუ აგატყდა რკინა ანუ უფრო ზად, მაგრამ მაინც იგივე ადგილას გატყდება და ანუ ეს ადგილია შესაძლებელი. და ეგეთ რაღაცეებიც აკეთებენ რა. აუ, კი, მაგრამ ბავში ანუ სუსტი წერტილი თუ გინდა რომ რაღაცა ფორმას უპოვო, რა მნიშვნელობა აქვს ამასალით გაკეთებული, რაც ამასალიც არ უნდა იყოს, იგივე ადგილას იქნება სუსტი წერტილი. ხო, და ეგ არის და ანუ მაგით ანუ აგენერირებენ ანუ აიდიტებენ. ისე ის რაკეტის ნაწილის დამდუღებელი 3D პრინტერი ნეტარ არ აიღირება. ანუ დამდუღებელი აუ, აი მან ხო სხვადასხვა ისაა რა, იხა ის ფილამენტივით ხوارდება რა რაღაცა. არა, ზოგი ხარი რომ იმის ნაფხვენი მოდის ანუ ეგ მეტალის და მე ლაზერით ადნობს ადგილ-ადგილ და ეს ის რაკეტი რომ ისქვი ხო ეგ მაგის ფხულით არის გაკეთებული, მაგრამ ანუ რაც რომ რაღაცა მეტალის ფხულით რა. კი, ალბათ ტიტანიუმის რაღაც შენადნობი იქნება. ან რაღაც ალუმინისა და ტიტანისა მაინც აეროალუმინი ხო რას არის თავისი ის არის, ანუ თან იოლია მარათან გამძლე. ხო და ისე ის არის კიდე აუ არ ვიცი რა შუაშია ეხლა ეს, მაგრამ ანუ მახსოვს რომ რაღაც ილონ მასკი ლაპარაკობდა თავისი რაკეტის ძრავზე, რა თვალსაზრისით, რომ პირველი პირი საწყოვის გამოსვლისას ამ წვის პროდუქტი ეკიდება აი მაგას რა ქვია, სითბოს ამრეკლი ნაწილი ქვემოთ რა, პირი რაც აქვს დაბჭენილი რა, თებში ანტენასავით ნაწილი რო არის. აი ეს რაღაცა. ხო და იმის გამო რომ პირველი წვის შედეგად ის იფარება ამ რაღაც ოქსიდით, რაღაც ნახშირით, რაღაცა წვის შედეგით. თვითონ ეს წვის შედეგი ხდიდა მერე თერმომედექს დანარჩენ კონსტრუქციას. ეგერ დაახლოებით ანუ ცეცხლზე კარებები და ფანჯრები როგორც მუშაობს, ანუ შუაში აქ რაღაც რომელიც იწვება, მაგრამ იმის გამო რომ იწვება ხდება უფრო ანუ ცეცხლს და ანუ სითბოს ტრანსფერი უფრო ძნელად ხდება ხა და იგივე არის გარედან სილიკონებიც არის, ეგეც ანუ დნება და ხუფავს. ხო ანუ აქედან ანუ ჟანგბადი არ შევიდეს და აქედან ცეცხლი არ გავიდეს ეგეთ რაღაცა. ხო და აი ეგეთ სიტუაციებში ხო ჩემი მოკრძალებული ვარაუდით ხო თვითონ ხა 3D პრინტინგის ხო ყველაფერს რაღაც შრედა მაინც უსწორმასწორობა აქვს თითქოს FDM-ის დროს განსაკუთრებით. და მაგ ეგ უსწორმასწორობები კონკრეტულ აპლიკაციებში შეიძლება პრობლემა არ იყოს და ფოროვნება მასალის, იმიტომ რომ აი მაგალითად ხო რა ნამწვა დაფარა მთელი ეგ შენი ფოროვნება, ეგრე იყო გათვალისწინებული რომ ის ნამწვი იყო შემდეგი ფენა დაცვის და კი ბატონო რა დაბეჭდე რაკეტა. ხო, ანუ ეხლა თან ანუ მithwe ეს კინაზე როცა ბეჭდავენ, ანუ აკეთებენ მოდელს ას 0.1, 0.2 ან 1 მმ-ით უფრო დიდს ვიდრე საჭირო არის. რასაც ჯერ ბეჭდავენ, მაგრამ ანუ ხორკლენ და ასე არის, უფრო გლოვი უნდა იყოს და მე მაინც CNC-ზე რაღაცას უწევენ და ეგ რაღაცა მოაჭრა. რაკეტას რო ბეჭდავენ, რო ჩაგიგდე? ხო, იმიტომ რომ რაღაცა ცალკე მთელი მათემატიკა არის გააციებისას, როგორ დაიზნიქება და თვითონ დაზნექის მათემატიკა იმდენი აქვს გათვალისწინებული, რომ ბოლოში გამოყავთ სუბთა ფორმა. მაგრამ ანუ დავუშვათ ჩვენ თუ რაღაც ესე ბეჭდავთ ცილინდრს, ისინი ბეჭდავენ ესე ცილინდრს რა. რეალურად ანუ თორემ FDM 3D პრინტერზეც ანუ იგივე არის, მაგრამ ანუ ძალიან დიდი განსხვავება რკინას და შედარება და თან ანუ იქაც არის რაც მილიმეტრი 2 მილიმეტრი რაც იცლება ანუ და ნუმერი კიდე არის რომ რაღაცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილის თოლერანსი როცა გათვალისწინებელი თოლერანსი ამ შემთხვევაში გულისხმობ რას რომ მაგალითად გააკეთე ბოლტი, გააკეთე ჭანჭიკი.
ზუსტად ერთი და იგივე ზომის ბოლტი და ჭანჭიკი რო შეუკვეთო შენს მანქანას. ოდნავ ხო გადმოიღვენთება ბეჭდვის პროცესში ერთიც და მეორეც და რო უნდა შესრიალებულიყო ჩაჯდება ჩაჭერით. ხო და PLA-ით რო აკეთებ ხო რა, გააკეთე ბოლტი, გააკეთე ჭანჭიკი, ერთხელ ეჭიდავე და მე მოცვეთ და შეასრიალებ, მაგრამ მაგის ფუფუნება არა გაქვს, როდესაც ხალხს აფრენ ცაში საერთოდ არა გაქვს მაგის ფუფუნება, რომ არა ძმაო გავატანინებ, ჩავჭეჭყავ და გავატანინებ. ანუ იგივე არის ესეც, ანუ პროტეზების სისტემაში, ანუ ძვლებს და რაღაცებს ხობეჭდავე, ანუ მანდაც საჭირო, ანუ სწორედ ჩაჯდეს სამსერგოზე რაღაცები. მაგრამ გასიოზეს ხდი, ანუ mainstream რო გახდეს რა პრინტერები და რაღაცები. უკვე ერთო კომპანიამ ძალიან საინტერესო რაღაცა გააკეთა. ვინ კომპანიამ და რა გააკეთა? ტიტანიუმისგან დაბეჭდილი მოტოციკლეტი. ანუ printing place-ია? ანუ STL-ი სად არის? STL-ი დამილინკე ძმა. 2 გიგაზე შეიძლება რაც მოპედი ჩადვიო. ყველა 3D პრინტერის ჯგუფში არის რაღაც ეგ სიტუაცია, რომ ვიღაცამ დადო, რომ რაღაცა გავაკეთე და მე ხვალზე ხო 7 გობლინის კომენტარია, რომ where STL სად არის? ანუ ორი კატეგორია არის, ან პირველი under 3 კატეგორია, ერთ კატეგორია, მაგარია, მეორე STL-ი ან OBJ სად არის და მესამე კატეგორია, პირველი. ეს მაგარია. ხო და ჩვენ ჯენტლმენები რას ვაკეთებთ? კომენტარებში არ წერთ STL-ი სად არისო? წერ ვინც დადო იმას ზდილობიანად რომ STL-ი ხო არა განკ. ან თუ ჩვენ ვიპოვეთ ეგ STL-ი ვდებთ რომ აგერ ამისგან არის. ხო. ეგ ვინც არის? ეგ თავისი წესი აქვს ყველაფერს. ყველა სუბკულტურას თავისი კანონები აქვს. ანუ ხო კიდე ეს არის ვიცი შენ კრეალიტის თათ მოყვარული არ ხარ, მაგრამ ჩვენ ერთი ფალკონი გვაქვს ლაზერული გრავირების აპარატი და A1 გვაქვს, რა ვიცი, აგერ ვარდივით ბიჭია, მაგრამ A1 Pro გამოაცხადა. A1 Pro? ხო. ლაზერი. ხო, 20 ვატიანი ლაზერი და იძახის რომ 600 მმ წამამდე არის მაგის გრავირების ცისწრაფე. მაგრამ ანუ ანუ დაახლოებით პრინტერებში არის ზოგიერთი ძახს ანუ 500-600, მაგრამ ეგ არის ცარიელი არაფერს არ ბეჭდავს და პროსტა მიქრის მეორე ადგილას ასვადაბეჭდავს. 600 მმ წამია თუ 6000 თუ რა არის? 600 მმ წამი. 600 მმ წამი გრავირების სიჩქარე ან ხო ანუ რას ნიშნავს? ანუ რამდენი პროცენტზე და რა ანუ კი რაზეც გაუშვეს, მაგრამ რამდენად დაწყობს? ხო და ისე აი ჩვენ ვერ კონექტდები მაგ რიცხვთან რატო იცი? იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ ახლა 3000 მმ წამზე თუ 4000-ზე ხო 3000 და 4000 მმ წამის ფუნქცია ხო უკვე გვაქვს ყველაზე ბანდ ფალკონზე ხო 10000-მდე ადის ანუ 10000-ზე დიახარებს არ შვება მაგრამ ხო და ანუ ეს რაღაც ის არის უბრალოდ პრინტერიდან გადმოიტანეს რომ იმიტომ რომ აი ყველა კრეალიტის 3D პრინტერის პრომოუშენში ხო არის რომ max speed 600 მმ წამი და არა მარტო ანუ თითქოს აქ ეგრე ხო 600 ხო რა 600 მაგრამ ანუ აი კრეალიტის კონკრეტულად ჩახვეული აქვს რა იმიტომ რომ ერთადერთი რითაც ეხა ჩემი აზრით კრეალიტი KID-ის უსწრებს განსაკუთრებით აი ეს კაორების სერია არის რომ 600 მმ წამს წერენ ესენი და ისინი 500 წერენ რა ანუ პროზა ერთ რიცხვში ჯობნის და ფასში ჯობნის კიდე რომ ესენი მეც წერენ და ისინი ნაკლებს წერენ რა მაგას მაგაზე KID-ს ერთ საინტერესო თემაზე გადავალ და საინტერესო განცხადზე გას KID-ი რაც გააკეთა ეხლა KID 2 რო გამოუშვა 1-2 კვირის წინ ეგრე რომ ანუ KID და ბევრი სხვა პრინტერი ხო open source სისტემებზე იყო დამუშავებული ეხლა KID 2-მა თავისი ანუ GitHub-ის page-ი ჩაკეტა, რაც კი იყო დაშალა და დაეპრეზენტა. და იგივე ჯოსეფ პრუშამ, ანუ პრუსა, ვიცარიცით, ანუ ჩეხეთში და ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კარგი პრინტერები არის, მაგრამ იმის მიხედვით, რომ თავის ქარხანაშივე თავის პრინტერებზე ბეჭდავენ თავისი პრინტერების ნაწილს. და ანუ 700 და 800 პრინტერებს, რომელსაც მაგებს აგებს და ანუ ძალიან კარგად აკეთებენ ან თავისი პრინტერების ან ტესტებს. ხო. მაგრამ მაგან თქვა რომ open source-ის და open hardware-ის დრო მორჩა. კი. მაგან იტყოდა, იმიტომ რომ რუსეთ პონტი არა რომ ხარ პატიოსანი ევროპელი ჯოზეფ პრუშა აცხადებს რომ აი რა მაგარ რაღაცებს მივაგენით, აწყეთ და
რაღაც უცებ მოვიდა ჩინეთი 2022 წელს გამოაცხადეს რომ სტრატეგიული ინდუსტრიაა 3D პრინტინგი და ერთი რომ სამთავრობო სუბსიდიებით ძალიან ახმარებენ კონკურენტებს კი და თან მეორე ისაა რომ რაღაც აი დავში ჩინეთში პატენტი რო აიღო არის ღირს გაწი გამოწია რაღაცა $150 ჩინეთში პატენტი რო გაასაჩირო ღირს $60,000 და თან იქაური კომპანია თუ ხარ ანუ პატენტი გინდა პატენტი ხო და ადგნენ ეს ძალიან ბევრი ჩინური კომპანია დაითრიეს ღია open source ყველასთვის ანუ იმ ხალხის ნაღვაწი რომლებაც იშრომა რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ეს სამყარო წინ უნდა წავიყვანოთ რაღაცა ყველამ უნდა შეძლოს თავისი წარმოსახვის სამგანზომილებიან რეალობად გადაქცევა ტიპების ნაშრომი აიღეს დააპატენტეს ჩინეთში და არათუ და მარტო ჩინეთში არა ანუ Snapmakers რაღაცა პატენტი ამერიკაში ქონდა საერთოდ open source რაც აიღეს დააკოპირეს დახურეს სახელი გადაარქვეს ალბათ სახელი გადაარქვა შეიძლება რაღაცა მეთოდში შეცვალა ორი სიტყვა რა და აშკარად ეხლა ის მოტოციკლეტმა ჩაიმა კი ხო და შეუძლებელია რომ კონკურენცია გაუწიო იმ თვალსაზრისით რომ პირიქით მოწინააღმდეგეს ეხმარები იმიტომ რომ რასაც კი შექმნი შენ რო ასაჯაროებდი და მე იძახდი რომ აი თუ თვითონ გაქვს თავი გააკეთე შენთვის და თუ თავი არ გაქვს მაშინ შემიკვეთე და ორი კაპიკი მომეცი და ყველა ბედნიერია და სამყარო უკეთესი ხდება უცებ გამოდის რომ რო ასაჯაროები იმითი შენი კონკურენტმა შეიძლება საკუთარ ქვეყანაში რაღაც მომენტში დაგიშალოს იქით გიჩვიან მე ტიპები აუ იქით გიჩვიან რომ ჩვენ ტექნოლოგია გამოიყენო რომელიც შენი როლიდან გადაიწერეს საშინელი მაგრამ მაინც ანუ ჩემი ეს ანუ open source მაინც პლუსი აქვს რაც ანუ კი იმან დააკოპირა მაგრამ ეხლა თავის დაკოპირებული რაღაც მომენტში თავის ინჟინერებზე თავის პროგრამისტებზე არის დაფუძნებული ან რამდენად განაახლებენ როგორ განაახლებენ მაგრამ open source-ზე ანუ 1000 და 2000 და მილიონი ადამიანი რომ მუშაობს მაინც უფრო სწრაფად შეიძლება რაღაცა ანუ განვითარდეს ვიდრე იმან დააკოპირა ჩაკეტა თავისთვის წაიღო კი ხო გონს მაგას შესაქმე რომ დააკოპირე ჩაკეტე და შენთვის წაიღე თუ საკმარისი ფული გააკეთე საუკეთესო ინჟინერებს აიყვან და რაღაცებს მაგრამ აი მე მგონი ბამბუს ოღონდ რაღაც აი over engineering-ის პრობლემა გავიცავით აქ ჩემი აზრით. ხო, გასახ ეგ არის H2D უკვე გამოსული არის ორდოზლიანი, გამოაცხადეს ახლა H2S, რომელიც არის იგივე H2D, მაგრამ ერთი ნოზლია ქორის მაგირად და კი დაალიქეს H2C, რომელიც არის nozzle changer-ი, რომელიც მე თან მომწონს, მაგრამ თან ჩემი ვარაუდები მაქვს რამდენი რაღაც შეიძლება მან გაფუშტეს, მე მგონი შენი რაღაცეები აქვს ფიქრები. ანუ მე არ ვცემ პატივს მაგ nozzle changers. ანუ რასაც შეიძლება H2C, ანუ გვერდზე და როგორც თქვეს, ანუ H2D შეიძლება დააკონვერტირო H2C-ზე. უბრალოდ ანუ რამდენიმე საათი შეიძლება დაგჭირდეს და ანუ თუ არ გამოცდილება პრინტერების საწყობაში ანუ არ გირჩევენ, მაგრამ ანუ ყველას უპასვადათ იქნება. აი ეგ ვიდეო ხო ნახე რა? და ის განცხადება რომ თქვენს რომ არა ძირთადად რომ არ გამოვაცხა ვითომ კარგი ბიჭები რო არიან რა იმიტომ რომ ნარატივი ხო და ნარატივი რა იყო რა რომ აი ხა H2C გამოვაცხადეთ მაგრამ აი H2S რო გვაქვს გამოსაშვები კომპანიები არ აცხადებენ ხოლმე ესე რომ უფრო უკეთეს პროდუქტი აქვს რომ ხა H2S-ის გაყიდვებს ხელი არ შეუშალოსო და მაგიტო გამოაცხადეთ H2C-ო და სინამდვილეში იმიტომ გამოაცხადეს რომ Snapmaker-მა რაღაც ყველა მილიონი აიყო Kickstarter-ზე და ნახე მე მგონი 13 მილიონს უახლოვდებოდა ხო და ანუ და უკვე რაღაცა 8 მილიონი უკვე რეკორდი იყო 7 მილიონი უკვე რეკორდი იყო ხო და ანუ ყველა რეკორდი აიყო მოხსნა Snapmaker-მა იმიტომ რომ tool changer-ი გააკეთეს. Tool changer-ი რა არის? Tool changer-ი არის შემდეგი რაღაცა. ჩვეულებრივ 3D პრინტერი ხო ერთი ცხვირია, ერთი ღეროჩადის ფილამენტის მუშაობს თუ რაღაცის გამოცვლა გინდა, უნდა ამოაძრო, გააგრძელო. შემდეგ ფერადი პრინტერებისთვის ტიპებმა გამოიგონეს რომ დაადგი მანქანა რომელიც თვითონ ამოაძრობს და გამოუცვლის ხოლმე შუაში გზაში პრინტერებს და ემას იზამს. და შემდეგი ნაბიჯი იყო რა რომ ბევრი თავი გაქვს და
multicolor printing დროს ხან ერთ თავს აიღებს შენი მანქანა და იმუშავებს დააბრუნებს უკან მე ახალ თავს აიღებს. ეგ როგორც პრუშას ისე XL-ი როგორც მუშაობს. პრუშას XL-ი როგორც არის. და ბორონს და რაღაცებს აქვს თავისი კითები რომ შეიძლება იყიდო. Snapmaker-მა მოახერხა რომ რაღაც არა ადამიანურ ფასში გააკეთა tool changer-ი და მაგან მოუჭირა ბამბუს. რომ ეგ განცხადება დაედოთ, იმიტომ რომ H2S-ი იყიდეთ ხალხო, იმიტომ რომ H2C დაკონვერტირება მე მომავალში ოდესღაც შეგეძლებათ და ჩვენს გვაქვს რაღაცა პროგრესი მულტიკოლორებში რომ ეთქვათ რა და არაფერი მანდის არ იყო რომ H2S-ის გაყიდვებს ხელი არ შეუშალოთ და საკუთარი კანიბალიზაცია არ გავუკეთოთ პირიქით რა ანუ H2S-ის პოზიციას აძლიერებს ეგ განცხადება იმიტომ რომ სხვა პირობებში ანუ ეს არის რა რომ ხალხმა მოითხოვა ერთნოზლიანი H2D მაგრამ ჩემი აზრით მანც კი შეიძლება მაგითო ქნა ეგ რაღაცა მაგრამ ბამბულაბის ერთი სად პრობლემა არა კარგი მარკეტინგული გათხრები აქვს და რაღაცა რაღაც მომენტებში რაღაცა ჩემი აზრით ბამბულაბი არის პრინტერების Apple ბევრი ადამიანი ვიცი და მინახავს რომ პრინტერის ყიდვა მინდა ყიდობენ ბამბულაბს პროსტა არ ვიცი რას აკეთებს როგორ აკეთებს ვთქვათ პრინტერი მჭირდება რას გავაკეთებ რავი რამეს მოვიფიქრებ და ყიდოს აი მანქანა პრინციპში კარგი ხარისხიანი არის რა რას ვერჩი ახლა ჩავაჭირე კი მაგრამ ისა რომ ბევრი არ კითხობს რა შეუძლია მაგ მანქანას უბრალოდ რომ ბეჭდავს ეგ აინტერესებს მარტო iPhone-ის ბევრს აქვს საქართველოში რომ უბრალოდ რა შევა iPhone-ით რეკავს და Facebook-ს და TikTok-ს სკროლობს და სულ მუშაობს და კარგია და ხო და ხო Apple პრინციპში ეგაა რა რომ რაღაც კაი hardware-ი აქვს და მაგრამ 90% მოხარებლის არ იყიდებს 1%-ს მოიცა Apple Vision Pro არისო VR headset-ი $3,500 რო ღირდა კი $3,500 ღირდა და რო გავსინჯე მაშინ თამაშების TDA-ზე TDA-ზე იყო ორგანიზებდი მაშინ ხო რა რო Zoom-ს მეტალი ქონდა და ჩამოვიხატე და მართლაც და ეგეთი კარგი ხარისხის გამოსახულების VR-ი მე არ მეხილა და მე რა ფუნქციონალია ზედა არა აი პროსტა ეგ არის მარტო ეგ არის რა მარტო ხარისხის ფლექსი აქტივს რა და კი რაღაც AR ფუნქციები აქვს შეიძლება ძრავი დაშალო მანქანა დაშალო და რაღაც ვიდეოს უყურო ხო და ვიდეოს შემიძლია რომ ჩემ დალეწილ Oculus Quest 2-შიც უყურა და უბრალოდ ერთი ფანჯარა გავაკეთო ვიდეოსთვის და მეორე ფანჯარა გავაკეთო მეორე ვიდეოსთვის და ფასრუთ შემიძლია წავშალო და ეს ჩემი რეალობა იქნება შავ-თეთრი, მაგრამ მაინც augmented realობა მექნება, augmented realობა უკვე მაგ ვახერხებ რა. აი, Oculus შემიძლია რომ ფასრუზე ვიარო სულ რა და შავ-თეთრი იქნებით ყველანი. Quest 3. ხო. მაგას full color ფასრო აქვს, ყველაფერი აქვს და იგივე ორივე მაგაში ის Vision Pro და Quest 3-ც. დიდი განსხვავება ვიზუალებში, რასაც ხედავ არ არის. მაგრამ Vision Pro is $3,500, Quest 3 is $300 რაღაც. თან ის რა Quest 3 new Steams რაღაც თამაშები აქვს რაღაცა. ხო და Vision Pro-ს ვერაფერს ვერ მივურცებ და არაფერი არ არის. მე მგონი ერთი თამაში აქვს Fruit Ninja. Fruit Ninja არის. ხო, Quest 2-ზე არის Fruit Ninja. ფეხებზე მკიდია. Quest 2-ზე ამ შელობა. მაგრამ ის ერთი გამოყენება რაც მაგ Vision Pro გარს ნახა ისი პრინტერებზე ავიზახით, მაგრამ თან ახლოს არის პრინტერთან. მაინც ამიუღებელება. ხო. იყო ქარხნებში და ეგეთ რაღაცეებში. რატო? ერთ-ტიპს აქვს ტელეფონი ან რაღაცა, მეორე ორივეს აქვს Vision Pro, როგორც მუშას, ისე მაგის მეორე კოლეგას, რომელმაც იცის ეს საქმე რომ გააკეთეს, მაგრამ ერთი არის რაღაცა ზიმბაბვეში, მეორე არის ტაივანში. კი ბატონო. და ეს ტიპი იცოს და თითით აჩვენებს რომ აგერ აი აქ დაადე, იქ დაადე, აგერ არის შენი კი მენუალი და რაღაცეები. იდეალური ADHD mentori შეგიძლია რომ დაითრიო short დისტანციაზე. რამე რო იყოს მშვენიერი გამოყენება არის. ხო და იგი EKM-ის და რაღაცა ეგეთებს დროს ნახე, სწავლობენ მაგით, რომ რაღაც 3D ვიზუალის სხეული არის რაღაც და მაგაზე ხელების უძრაობა და მაინც რო დაინახო რა შვები. და თუ რამე მაგით დაზმვა შეგიძლია და რაღაცა პირა ჰაიშვები. თუ რეალობაში წარმოიდგინე EKM-ი დაიცა ვერ ხედავს. ახლოს რომ მიაქცა.
ალდუპასო. ხო და აი ნუ просто ის არის იგივე ფუნქციონალი $50 კამერით შეგიძლია რომ მოახომარო რამე რო იყოს რა. თანკიდან რაც ანუ ხელს ვერ აჩვენებ და ხო რა თვალებში თიც ვერ ჩაუყოფ რა მაგისა მაგ მეორე შეუძლია იგივენაირი მოდელი ხელში ეჭიროს და მაგ მოდელს გიჩვენებს რომ აგერ შენ მოდელზე აქ და ორივე ხედავს ანუ იგრაფება და ეგეთ არცებია. ხო და ეს H2D-ს დაუბრუნდეთ ახლა H2D-ს კი არა და H2S H2C H2C-ს H2 რაღაცა რა ხო და პრუსა რითი შემოვარდა ანუ ეგრევე 1-3 წლის წინ Formnext-ზე გამოვიდა ერთი კომპანია Bontech-ი რომელმაც index სისტემა მოიტანა რომელიც არის დაახლოებით იგივე ანუ არც tool changer-ი არც nozzle changer-ი მაგრამ თან nozzle changer-თან უფრო ახლოს არის ან nozzle-ი და თავის ეს Bowden tube-ი სადაც ფილამენტი მოდის დებენ nozzle-ში ჩაჭედილი ფილამენტით უბრალოდ პარკინგდება და toolhead-ი უბრალოდ მიდის თავის ამ ხრახნებს მოუჭერს სადაც მაგნიტი თუ რაღაც აქვს რომელიც ანუ alignment-ი გაუკეთოს წამოიღებს ბეჭდავს უკან მიაკეთებს და ეგ არის კარგი ვიდრე ყველაზე მაგარი მეთოდია ჩემი აზრით. ასე H2C-ზე რას ქონდა ანუ შეფიქრები იყო რომ ანუ მარტო nozzles რო ცვლის ანუ დაში იმ ფილამენტს როგორ ამოიღებს როგორ მოჭრის მაინც AMS-ი თუ თან ხო AMS-ი მაინც ანუ ალბათ დარწმუნებული რომ ეხა ის nozzles რო ცვლის ჭრის ეკაჩება უკან მაგრამ ანუ შიგნით რას დარჩა იმას უკან როგორ გატენის და როგორ გაწანო ანუ იმ ხელაზე ცვლის ჭრის nozzles რო ალბათ cold pool-ი გამოდის იმ სიმაღლიდან რა ხო მაგრამ ანუ მაინც რაღაცა ანუ მაგის სოფტი ძალიან მაინტერესებს როგორ იმუშავებს ანუ რაც ანუ კი hardware-ი იმუშავებს მაგრამ როგორ სოფტი ანუ როგორ გამოთვლები და რაღაცეები რამდენად hardware-ის ნაწილში ანუ over engineering-ში რას გულისხმობდი რა რომ ანუ გააკეთეს ტიპებმა სისტემა სადაც ანუ რომელ ვიდეოები უნდა ნახოთ ყველაფრის სანამ ანუ ისე შეგიძლიათ გააკეთოთ ხალხო რომ შეგიძლიათ დავპაუზო და აი ახლა ხო რაღაც ანუ ვიდეო ლინკი რო იქნება ნახე ვიდეო ლინკი და მე დავბრუნდი ლაპარაკში მე ისე დავპაუზე კიდე ნახე ვიდეო და მაგრამ არა არის რომ ის მაგნიტებით მიმაგრებული და ის რაღაცა wireless კონტროლი სენსორების და ყველაფრის რო პოგოპინები ავიცილეთ და ვისა რა და ნუ ეხა Snapmaker-ს აქვს პოგოპინები და გაწვდება ოდესღაცა გამოცვლი რა ვიცი მე რა $1000 უფრო ძვირი არ იყიდება მაგის გამო მაგრამ მაგას გასა ზუსტად მაგ არა პოგოპინებზე არამედ ანუ უბრალოდ touch screen sensor რაღაცაზე ანუ რამდენ შედება თავის ეს H2C ამ ტვერიან გარემოში ან შეიძლება იმან მე მექნება ამ ტვერიან გარემოში თუ H2C-ს ვიღაცა მაჩუქებს ზეციდან. ხო, ან ეგ არის ანუ შენს კლოგი მოხსვლი ან ბერს მოსვლია კლოგი ანუ რამდენ ჭუჭს გაუძლებს. რამდენად მარტივი გასაწმენდია რომ ანუ ერთი წვეთი რაღაც დაესხადავს უნდა გამოცვალო არის თუ ანუ თვითონ ეს სენსორის wireless კონტროლები, იმიტომ რომ შეიძლება სასწაულად გამძლე იყოს. მე მგონია რომ ძალიან კარგი იქნება რა ანუ ანუ მაინც ხვედება და აი ამ ჩადებაში რამდენი ტვერი ან რამდენი რაღაცა ანუ როდის გაწვდება შეიძლება არ გაწვდეს არასდროს მაგრამ ზევიდან რა დაედება ანუ თან მithეს ანუ H2C ანუ დახურული პრინტერი არის თქო ABS ან ASA ან რა პოლიუს რაღაც ანუ ისეთ ანუ ინჟინერულ მატერიალებს ბეჭდავ რომელს ანუ ან ტვერი ან რაღაცის თავისი და smoke ან smoky და ეგეთ რაღაცეები აქვს, ანუ ეგ დაედება. ხო. და ანუ რამდენად თუ კი ეკდება თუ ეჭველი თავის საიტზე რომ ანუ მაგას რო გამოუშვები, ანუ user manual-ი რომ ანუ ამდენ ხანში ერთხელ ეს გააკეთე, ის გააკეთე, რა ჩოთკით მოუსვი და რაღაცეები, მაგრამ მაინც ხო, მაგრამ აი ჩემი არის, ბევრი მაგას არის. კი რა, მაგრამ ჩემი პოინტი უფრო მეტად რა იყო რა, რომ ანუ კი ბატონო გააკეთე გენიალური ნოზლი, რომელიც და მიდებით ჯდება და თვითონ იცის ყველაფერი იაპონური უნიტაზებითა რაღაცა ერთი კნოპკა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ რა მიზანსაც მიაღწია აი მაგ ჯადოქრობით და ნოზლის გატექნოლოგიურებით რა აგერ გამოვიდა სასტავი და მიაღწიეს მაგას იმით უბრალოდ რომ გახსნეს ხო რა ექსტრუდერის გვერდი გახსნეს და ის შნური ეს გვერდი შეაქვთ რა და უბრალოდ ცხვირიანად გამოიღია რა მაგის სურათსაც მე ხლა გამოვაჩინე ხო და ანუ შედეგ გამოიღეს მაგიურად ამათ გააკეთეს რა რომ COVID-დან ამოდის მიაწებე
გადაჭერი მოხსენი, აიწოვე, გამოუშვი, გადააფურთხე, მიაწევე თავიდან. რა ხო და შედეგ გამოიღე, ხო გაცილებით უფრო მარტივია. მაგაზე ერთი რაღაცა არის, რაც მოვაფიქრე. ანუ YouTube შეიძლება არ მოიწოდოს, მაგრამ განსხვავება რეალურობასთან არა, აი ძველი მასკეტები როგორც იყვნენ, ანუ ესე რო იტენება. ხო. ანუ ბამბულაბის H2C არის, აი ეს გადატენვა. და დანჩენი ან მithres ეს ბონტეკის ინდექსი არ უბრალოდ მაგაზინი გაგდა მაგასწლი. ხო. შეიძლება. ანუ ეს ფრუნაკლები გასწრება ვიდრე აი ეს ეჩალიჩი. თემა არა. ხო და ანუ ეს გადატენა ხო კლასიკაა ეს მე ის არის ზა ხო მაგრამ რამდენი რაღაცა რაც გაფუჭდება აქ. ხო და ან ეს გაიჭედა და ბოლომდე ვერ შეედო. თან, მაგრამ ერთიაც არა, ყოველ შემთხვევაში ვიდეოში შეიძლება თავისი ხმის ეფექტები დაადეს დამატებითი და რაღაცა, მაგრამ ეს კაი ანუ ხმარაც ქონდა რა, ანუ როგორ ჩადი ამოდის რაღაცა, ანუ კაი satisfying ხმა იყო. არა, ანუ აქ რო იყოს bamboo H2C. ანუ that's the maker URT. კი. ანუ თავზე გადაუსვამდი ხელს, იმას ვიზამდი. ხა Snapmaker-ს თავის მინუსები აქვს რა, იმიტომ რომ ეგეთ მანქანას ეგრე იაფად რო აკეთებ, რავი, სულ პლასმასისაა. ანუ ყველა იმას ვიზახს, რომ რაღაცას ფანფარებს ხო და ეხლა შეიძლება ძალიან კაი იყოს პლასმასი, მაგრამ პლასმასის დიდი ნივთი ოდესმე თუ აგიღია ხელში, ყველა კაცონზე გული გიჩერდება. ანუ ეგ როცა რაღაცა ებეჭდება და ხო ძალიან რო გაგილდა რას კუთხე, ტიკ რო იღიღოს, ეგრევე გახედა. აი, კიზერში მირთყავს, ანუ მაგ ხმას გაუღვიძებიო არ კამერით, პრინტერი ჩართული მაქვს რა და კაცონს გაუღვიძებიო რა რომ მეთქი გაფუჭდა რაღაცა და მეყა მოვკდება ყველაფერი. მაგაზე კიდე იყო რამოდენიმე ინჟინერის ან ვიდეოს უყურე. რომელიც ანუ სპეციალურად 600 მმ წამს და რაღაცაზე უფრო სწრაფ ბეჭდვის სისტემას ვერ აკეთებენ და არ აკეთებენ. ერთი არ აკეთებენ, იმიტომ რომ ბევრი ვინც არის გამოსცემი პრინტერში ან გამოუსწელი, ანუ ეს ზემოდან სწრაფი ხმა როცა არის. გონიათ რომ რაღაცა გაფუჭდა. და ანუ ეგ რეფლექსია გშფოთვის რომ დაიცა რაღაცა ხდება და ანუ გაფუჭდა და რაღაცა. მეორე კიდე არის თვითონ შემდეგი განვითარება რაც უნდა მოხდეს იქ არის თვითონ ფილამენტში. რაც ანუ ფილამენტს ხო თავისი თბოტევადობა აქვს და ანუ flow rate, ანუ მაგაზე უფრო სწრაფად უბრალოდ ანუ ვერ ჩატენი. ხო. მაგრამ ერთ-ერთი ანუ მაგის დააპგრეიდებული ვერსია არის, ანუ ჩვენ ფილამენტის მაგათ ის pellet feeder-ები რო აქვს რა. პერპ ანუ ის ბრინჯის მარცვლებივით რო არის ანუ ეს ფილამენტი უბრალოდ დიდ მეშოქში ზევიდან აყრია და უბრალოდ ანუ იტომება, მაგრამ მაინც აუთპუტი ისეთი კონსისტენტი მე მგონი რომ მაინც აქვს რა იგენ ანუ რა მაგრამ მაგით უფრო ანუ რაც 1 მმ-იან 2 მმ-იან ნოზლით ბეჭდავენ ხოლმე რაღაცა ანუ დიდი რაღაცის ბეჭდავენ რა 1 მმ 2 მმ-იან ნოზლით შეგვიძლია დაბეჭდოს ფული და მე წესიერი ნოზლით დაბეჭდა რასაც ბეჭდავ ხარ რა ხო მაგრამ იქ უბრალოდ ის იმიტომ აკეთები რომ ანუ სპოლები ხო ანუ რაც ყველაზე დიდი 5 კილოგრამიანი იყიდება მე მგონი რაც ნახე ანუ მაღაზიებში და ანუ AliExpress და არ ვიცი აი 1 კილოგრამიანი აი დავშვი 20 კილოიანი ფული რო იყოს ხო აი სადმი გაქვს რას უშვები რა მაგით არის pellet feeder-ები არის მაგისთვის ანუ თქო 20-50-იან 50 კილოიან რაღაცას აკეთებენ და უბრალოდ ანუ მეშოქს აყრი რა ხო და მაგრამ რა შეხომ რა აი ეგეთ სეტაპში ხო რა მაინც ისეთ შავეჭდება მრჩება მე რომ საბოლოო ჯამში უბრალოდ ფულის მკეთებელი სისტემა გაქვს და უსასრულოდ აკეთებს ფულს, იმიტომ რომ არ ვიცი, რას გულისხმობ რა, რომ აი ეს 2 მმ-იანი ღერო რო გამოგიწის ხო რა, თუ პლეიერი გჭირდება აი ეს 2 მმ-იანი და არა 0 ხარისხი, 0 ფინიში, 0 მოთხოვნა და გჭირდება რომ დიდი რაღაცა ხო რა, დიდი რაღაცა გაიჩნდეს, არ ვიცი რა, რაღაცა დინოზავრები შეგიკვეთეს. მახინჯი დინოზავრები. შეუძლია აი მანქანის ნაწილი. თელი აი წინა შიტოკი. კი, ხო და აი ანუ მან უბრალოდ მაინც ზევიდან შხურგით რაღაც გადაუარო. კი. ანუ ხო და თუ იგულისხმება რომ after შრომა გასაწევია და უნდა გაიწიოს, მაშინ ხო რა რამსის თითად პირიქით. ხო და მაი ლეიერის მაქსიმალის დროს ძალა გემატება თუ უკვე გაკლდება. ეგ მაინტერესებს მე გამძლეობის თვალსაზრისით. ანუ არ ვიცი რა. მაგრამ ანუ თეორია რაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში რა რომ როგორც დავუშვათ აი მაგიდაზე რო წვეთი აგდია და შეკრულია და არ ეხება ხო ანუ tensile strength-საც არის ხო და ის არის ანუ რაც უფრო დიდი ნოზლით ბეჭდავ აი ბოლოებში ხო უფრო დიდი მომრგვალებული სივრცე გიჩდება რა
მაგრამ პატარა ნოზლით რო ბეჭდავ, მაინც დაწებების ადგილი ჯამში უფრო სუსტია. დიდი ნოზლით რო ბეჭდავ, ჯამური განიერიც არის დაწებების ადგილი. ხო და ანუ ჯამური დაწებების ადგილები კი ჯამში ნაკლები გაქვს. მაგრამ თითოეულ ფენაზე შეხების წერტილი ორ ფენას შორის მაინც ნაკლები შეიძლება გქონდეს და რაღაც უცნაური ისაა, რომ ნაკლები point of failure რო გაქვს, იმიტომ არის უფრო ძლიერი პრინტი და არა იმიტომ, რომ თვითონ ეს მიდუღებული უფრო ძლიერად არის. და შეიძლება რომ სიმყიფე მეტი კონდეს იმას, მაგრამ ძალოც მეტი კონდეს, არ ვიცი. აი გუნა შევისწავლო. როგორც ხევით პროფესიონალები არ ვართ, უბრალოდ ორი რაღაცა ვიცით, რაღაცა არ ვიცით, რაც არ ვიცით, ფიქრობთ, თუ რაღაცა ვკითხულობთ. კი. ისე ის არის რა, რაღაც ვიდეოს უყურებდი ამასთან, რომ ტიპი ძახდა, რომ Google-მა მოსპო Wonder as in ანუ რაღაც მოჩის I'm feeling lucky ხო აქ რა არა მაგრამ იმ პონჩი რომ აი რაღაც რო ბიჟაობ ვიღაცასთან ხო რომ ვიღაცას რაღაც შეკითხვა რო გაუჩნდება რომ ნეტა ამთქნარებენ ჟირაფები და ვიღაც ტიპი არის სულ რომ ეგრევე დაგუგლავს რომ კი ამთქნარებენ ან არა ვერ ამთქნარებენ ჟირაფები რა და ანუ აი ეს ფაზა რო იყო რა რომ ნეტა ეგ როგორ მუშაობს რა ანუ თითქმის გამქრალია დაიცა 5 წლის წინანდელი გაზეთი მაქვს რომელშიც შეიძლება იყოს ეგ ხო რა ანუ რა რო აი პროსტო რო დაჯდი ადამიანი და გაიხსენო რომ მე როგორ იყო რა ანუ რაღაცა ფიზიკაში რას მეუბნებოდნენ ის ფორმულა როგორ იყო ან უბრალოდ რომ ვინმეს რამე უთქვამს ამაზე ჩემთვის ხო ან თითქმის არ არის იმიტომ რომ ეგრევე ლეწე დაგუგლე და ეს არის რა მაგრამ ამ დროს პლუსია რომ ანუ რა ინფორმაციაც გჭირდება ცოდი თუ კარგი რაღაც მომენტებში შეგიძლია იპოვო ეგრე კი არა შეიძლება იპოვო ეგრე ანუ იმას კი არ ვიცახი რომ აუცილებელია რომ ნეტა ესე დადიოდე გაოცებული და წაში იყურებოდე მაგრამ უბრალოდ შეგრძნების გახსენება ის ნაწილია რა რომ აი იმიტომ რომ აი ხო იყო დრო რომ გაცილებით მეტი რაღაცა იყო საინტერესო ვიდრე ეხა რა ანუ ჩემს ეხლა უფრო მეტი საინტერესო რაღაცა ხდება მაგრამ იმის გამო ნაკლებად გაინტერესებს იმდენი სხვადასხვა რაღაცა საინტერესო ხდება რომ უკვე კიდია ხო ანუ უბრალოდ ინფორმაციის overload-ი გაქვს ხო ანუ კი ვერა უხვალ და იმიტომ ანუ ძალიან ბებერვის სიტყვებით ეს ლაპარაკი დავიწყეთ ახლა დაუბრუნდით ჩვენ ბეჭდას და ჩვენ ახალგაზრდები ვართ ჩვენ ჯანზე ვართ ჩვენ ბეჭდას მაგას გავასაკეთე ან ბეჭდაზე და ნოზლის სისქეზე სახლებს რო ბეჭდავენ ან ცემენტის და ბეტონის დამსხმელი რო არის მაგათ ქონდათ საინტერესო პრობლემა ანუ ნოზლები თვითონ ყველა პრინტერში ასე გინახავს ხომ გვალი არის კი მან არის ოთხკუთხედი რატო მოსახვევები ანუ მრგვალი თავის თავზე ეჭყლდებოდა რაღაც და ოთხკუთხედით ანუ იმინა სწორ და კარგ კუთხეებს აკეთებს და აქ თიკი დაას მაგრამ მაგდო დაჩიდათ ანუ ჩვენი პრინტერი ხო სამგანზომილებაში მოძრაობენ ის მოძრაობს პლუს 5-6 განზომილებაში ანუ ამასაც ატრიალებს შენ იმას რაჯან დავაქვია მაგ რაღაცას ანუ ტრიალებს ბრუნავს რა ხო 6 axis ანუ რაღაცა ხო ბრუნვის წერტილიანი 5-6 აქვთ კი და ეგ მაგით მრგვალი რატო მოხევა რატო არ გამოდის ანუ მრგვალით მოხევას რო აკეთებ ანუ ორი ვენის დიაგრამა გამოდის მაშინ და ოთხკუთხედით პირდაპირ უხევს რა მოვიდა და ეგრევე შეცვალა მიმართულება და ან მოსახვევი თუ არის ანუ ეს თვითონ ეს დატრიალდა და ისე წავიდა უი მაგათ ეგ აქვთ მაგის ფუფუნება აქვთ რომ საერთოდ დატრიალდნენ ხო მთელი ის ტრიალებს ხო რა ის ხო რამხელა მანქანა არის და მაგრამ ანუ ზოგ ადგილებში ანუ უბრალოდ სახსაშენება ჯერ კიდევ ცოტა უფრო იაფია ზოგან ანუ მაქსამინდებიჭდით ასე რომ რაც მახსოვს დაახლოებით 70 კვადრატულის აშენება ჯდება 30-35,000 დოლარი. რაც ანუ, მაგრამ ის ანუ პროსე კარგასი გაქვს. კი, ელიტაჟი გაქვს. მაგრამ სამინდებიჭის მაგრამ არა, ორ სართულიანი სახლიც ნახე ამას. მაგრამ მაგას უერხინგებს როგორ აკეთებენ ცემენტით, მაგრამ არა, ანუ მაგას ის აკეთებენ, ანუ ქუშინგდები რაღაც არმატურა თუ რაღაცა. მაგრამ თან ისე კარგი რომ ანუ როცა ბეჭდავ ცოტა ანუ სახს რო აშენებ ან ბერი ხო ან მე უდენი მაგას აყვანი და მოანგრია კედელი ხო არა ხო ეგენ ხო ეგ ნახე მაგრამ ჩასულები არიან პირდაპირ არა ძალიან
სტრუქტურულად მყარი და არის. კაი საინტერესო რაღაცებს აკეთებ, იმიტომ რომ ვის იყო და ამ კედელში ღრუს ტოვებენ ალბათ აერმა რო იმოძრაოს და არ იყოს. ან პირდაპირ როგორც ვთქვათ, სამედები, ანუ ჩვეულებრივ პრინტერზე რო შეგვიძლია პატრონ ნაწილი დატოვო, რომ ანუ მაგნიტიან რაც QR კოდი რა ხო, რა და ეგენ ტოვებენ რომ დაქსელვისთვის. არა, ანუ ქსელს პირდაპირ დებენ და ის უბრალოდ ზევიდან გადაუვლის რა, ეგეთ რაღაცები ანუ. უი, ისე რამდენი დროის დაზოგვა შეიძლება ეგრე. მაგრამ უბრალოდ ის ან დროს კი ზოგავ გაკეთებისას, მაგრამ პროექტირებისას რო უნდა გათვალო ანუ ეს კაბელი სადგავა რა სიგრძე დაგჭირდება და რაღაცები რა. მაგრამ ნუ ის არის რა თვითონ ერთ დღეში სახლი გავაჩინე ეფექტს ვერაფერი ვერ მოერევა რა. იცხოვრებდი 3D პრინტერზე გაკეთებულ სახლში? ანუ კი. ძალიან მარტივი 3D პრინტერზე სახლის გაკეთების მექანიზმი გითხრა? მიდია. ახე, გინდა აი როგორც ეს ლიცკრო არის ეგეთი ერთი ღერძი ცენტრში უბრალოდ 1-10 მეტრიანი. და ხელი ხო, რა 1-10 მეტრიანი. არა, რა 5 მეტრი. გამხელა სახლი მინდა. მო, არ 10 მეტრი უკვე 1-20 სართული ყარი რა. ანუ სახურავის ხარი საჭირო. კი, სახურავის არის საჭირო. ხო და ფარგალივით ანუ რაღაც ამ ცენტრის გარშემო ეს მოძრაობდეს და ბეტონო მეშალკა ანუ და ცემენტი უბრალოდ ესე წრეზე დაასხი ways mode-ით რა. ხო, არა, გასა. და მოიყვან კედელს დიდ ცილინდრს, მრგვალი სახლი გექნება, ჰობიტის სახლი. ეგ რატო არ აქვს უფრო მეტ კომპანიას ეგ 3D ანუ სამგაზოვრებიანი დაბეჭდილი სახლები ვიდრე ეხლა არის. რატო? თვითონ ამ ცემენტის და ბეტონის გამო. იმიტომ რომ ანუ როგორც ცივდება, როგორც ხელდება, ანასრულეგ თუ ცივდება ხო გამოშრობა ხო? შედავს ისე ხო? ხო, ფილამენტს რაც ჰაერი უბერავს რო ანუ გაცივდეს და ჩამყარდეს საჭირო არის. ის ანუ რო გამოდის ამ თავისი ნოზლიდან, ანუ რაც მალევე უნდა გამოშრეს. ხო. მაგრამ ისა რომ მალევე რო გამოშრეს, ანუ აქ უკვე სპეციალში უნდა იყოს. და ანუ ის მომენტი რომ ანუ ამაში არ გარშეს და რო გამოვა მერე გარშეს, ანუ ეგ ტიპური არის. კი. მაგრამ ჩერვი ბეტონი რო აიღო რომ სად დღე და რაღაც რო უნდა გაშობას ანუ ხო თასახს ვერ ახლა ფენას დადებ და ფენა გადმოიფურცხება ხო არა მასალის ამბავია რეალურად ყველაზე მეტად ვიდრე ტექნიკის ამბავი იმიტომ რომ მაგასიუმები რა რომ აი კაი მასალა რო გქონდეს უბრალოდ აი მაგას იზამდი რა რომ რაღაცა ჯოხზე დაკიდებდი ვედროს გახრეტავდი და წრეზე ატრიალებდი და ამოიყვან მართლა კედელს რა ანუ იმუშავებს ანუ ვიღაც ამერიკელ ჯიგარს აქვს განაკეთები ეგრე რა უბრალოდ ხო რა წრიული კედელი რა ჯოხს დაატრიალე ასხი და მაგაზე არის ერთი ყველაზე ანუ ერთ-ერთი ნიუსი რაც ვიპოვე გას მაგ სახლებზე ამერიკაში ჰიუსტონის ჰობი აეროპორტის მიმდებარედ არის ზური გარდენს რომელიც არის 13 ჰექტარი ზური კელა ვაშახმაძის ამერიკაში. არის, ეგება ზური კელა წავიდა. 13 ჰექტარი დაბეჭდილი სახლები. 13 ჰექტარი. ან დასახლება არის, რომელიც არის დაბეჭდილი სახლები. ანუ ორ საწოლიანი შუაში იყო და ორ საძინებლიანი. აჰა. რაღაცე და ანუ ხო და ამერიკელები კაი კონჩი არიან, მაგრამ ვაუში რომ ძალიან ბევრი მიწა აქვთ. და ძალიან ბევრი ბრტყელი მიწა აქვთ რა, ხო და ანუ ისეთ ბანდა რა რომ შეგიძლია ამერიკაში რომ ჰოპა დავაწექით რაღაცა აქ ტორნადო იმედია არ მოვა შემდეგი 2 წლის განმავლობაში და დაასხი სახლი დადგი რა აი ავსტრალიაშიც დარწმუნებული რომ ძალიან განვითარებული იქნება იმიტომ რომ ისევ და ისევ დიდად ვერა ავსტრალიაში რატო რადგან ცხოვრება ავსტრალიაში შეიძლება აი აქ ხო და აი აქ კი მაგრამ შუაში ისეთი უდაბნოა და არაფერი არ არის მაგრამ ანუ იმას გულისხმობ კი ხალხი ხელა და ცხელა რა ხო და ეხა თუ რამე ტექნოლოგიით უნდა დაასახლო ეგ უდაბნო ადრე თუ გვიან მე მგონია რომ აგრეს ზუსტად 3D პრინტით სახლები იქნება იმიტომ რომ ანუ ძირითადად მანქანა მუშაობს ხალხი არ გაყავს ასაყვანი რომ იმ რაღაცა ეშმაკის პაოროჩი მან მგონი მეორე ვარიანტი და ძალიან რამე შეგიფსუბუქდება რაც შეიძლება რა მიწის ქვეშ ასახნი ხო ანუ ამერიკაში და რაღაცა შორი ანუ მიწის ქვეშ ქალაქები არის რა გასული რაც მოდი არ მინახავს ანუ სრულად საქმეს დაუდები და შენ გამიგზავნი ანუ დაახლოებით ანუ რაღაც ადგილები იყო 100-200 ოჯახი ცხოვრობდა
და ანუ მიწისზევით ამოსვლა არ ჭირდებოდა თუ ანუ ამოთხელი იყო მიწა რაღაც 2-3 მეტრის სიღრმეზე. შიგნით ხო, კორიდორები იყო რაც 2-3 მეტრის ანუ ძალიან ღრმად არ არის ანუ რაღაცა სახურავი მიწაზე აქვს ისე არა ანუ სახურავი არის 2 მეტრი თუ 3 მეტრი მიწის ქვეშ და მაგის ქვეშ არიან რა და რა შვებიან ანუ პროს ანუ ცხოვრობდნენ რა მათ ანუ მაღაზიები და რაღაცები რაზი იყო უბრალოდ ანუ ყოველს თავის რაც პატარა ოთახები და რაღაცები აქვს ხუნელებს აჯობებენ აი რა ბიზნესია ჭიანჭველები ვიდაცავდნენ რა ანუ მაგრამ ანუ მაგრამ ეგ იქნება გადაობა CNC-ით რო გააკეთო ეგ CNC-ით მიწის ქვეშა ხო როგორ ანუ ჩვეულებრივი მეტროს გვირაბებს როგორც აკეთებენ ან ნებისმიერ გვირაბს ანუ ბურღი რო არის რა ხო მაგრამ ის ყოველდღე წინ მიდის წარმოიდგინე ანუ რაღაცა დოქტორ ოქტავიუსის სპონჩი რაც ხელები არის ხო რომელსაც ბოლოში CNC არაზის ძრავები აქვს რომ ამოჭრის როგორც საჭიროა როგორც გინდა და რაღაც პრობლემს მისცემს და რაღაცა მაგისთვის ხო უნდა დახურო მე რაღაც ანუ უნდა გახსნა და დახუფო ანუ არა უბრალოდ ჩაუშვე და გათხაროს ჩაუშვე და ანუ საკმარისად ანუ თქვათ ახლა ის რიყის ქვები და რაღაცები როგორც არის მაგაში სადაც უნდა გათხარო ყველგან შეიძლება გათხარო მაგრამ ხო ეგ არის მიწა და ქვა უნდა იყოს ისეთი რომ ანუ არ ჩამოვარდეს ზევიდან რაღაც მაგრამ დრამე შეიძლება ანუ ეს რომ მიდის 6 ხელი აქვს რომელიც ანუ ამ გრავირებას აკეთებს და მე-8 ხელია რომელიც უბრალოდ ცემენტს აცავს ну არა კი პრინციპში ანუ სამგანზომილებაში თუ ორიენტირდება და დამოუკიდებელი ძრავი აქვს ან ეს კაბელით არის მიბმული ხო კაბელით არის მიბმული თუ იცის სად უნდა მივიდეს და როდის რამდენი უნდა გათხაროს და მიწის გამოღების სისტემა აქვს კი კაცო შეუშვი ჭკვიანი ბურღი და დაგიქცელავს რაღაცა მიწის ქვეშ ხო პრინციპი დაჭირდება ალბათ თვეები მაგრამ თვეებითაც დაჭირდება კაი ჯვრი ეღირება ხო მაგრამ ცესკობა არის არ ვიცი რა შეიძლება ბორინგ კომპანია ელონ მასკის ყველაზე მოსაწყენი კომპანია ბორინგ კომპანია მაგელონ მასკის ეს კიდე რა იყო ხო მაგრამ არა ის არის ჭკვართან ახლო არის ხა მარსი თუ უნდა დაასახლო ხო მიწის ქვეშა დასახლება გინდა აბა ზედაპირზე გინძგის ხოვრება გინდა რა ანუ გააჩინე როგორ გადახურვას გააკეთებ და როგორ ეკოსისტემაში ხო და ანუ მაგას გეუბნები რა რომ გაცილებით უფრო ადვილი არის გადახურვა რომ კლდეები იყოს რომელიც უფასოდ არის უკვე ადგილზე ვიდრე ძალიან ხარისხიანი მეტალები ჩაიტანო რამდენი 1000 კილომეტრით მოშორებით ანუ მარსი რამდენი კილომეტრია ბევრი ნეტა რამდენია მარსი აი ხო ხედავ რა ეხლა რომ დამეგუგლა მეცოდნებოდა პასუხი უკვე ვიცი პასუხი შეიძლება უკვე დავუგუგლე მაგრამ არა იყოს დარჩეს თქვენ და გუგლით და გითხარით პასუხი კომენტარებში კი რამდენი კილომეტრია მარსი როდისთან ხო და ეგ კიდე იმ ფარესთან დაშორება ლოგიკურია იმიტომ რომ თორე ჩვენ გარშემოტრიალებს მზესთან დაშორება გვაქვს ხო და მარსი ხანსად არის ხო და რა არის მაგ დროს ის რაღაცა პლანეტები რო დაალაგდება იმ დღეს რამდენ კი ყველაზე ახლოს სადაც მოდის ეგ ითვლება მარსიდან დაშორებულობის წერტილად ალბათ მაგრამ მარსზე გამახსენდა ანუ კოლონიზაციის ანუ space კოლონიზაციის და არა ცუდი კოლონიზაციის მოვლენები ანუ ზუსტად მაგას აპირებენ ანუ 3D პრინტერებით მანდასვლას რა არის უფრო მარტივი კედლები წაიღო თუ უბრალოდ რაღაც თუ დაადნო ქვა კი წაიღო უბრალოდ და იქ რაც საჭირო ის დაიბეჭდო ხო იმიტომ რომ თან აი შენობების 3D პრინტინგი მინდა რომ მივიდეს იქამდე რომ მიწა დაადნოს გამოიყვანოს რაღაც სილიკონის მასა ანუ კლდის ბეჭდვა სროდის დავიწყებთ რა იმიტომ რომ ნუ აი ლავათი ბეჭდვას რო ვისწავლით მაშინ წავალთ კოსმოსში რა ეგ მაგის წამს თავიდან ბოლომდე ანუ რეალურად ჭირდება წყალი რაღაც მომენტში ანუ მარს სამაროდ ან ზუსტად არ მახსოვს მაგის რის გაშედგება მაგრამ თქვა აქ მარტო ცემენტის ფხვნილი რო წაიღონ იქ ქვიშასნაირი რაღაცა უბრალოდ ანუ წყალი ჩამატე და ჩაბეტონდა ანუ რაც რო ნაკლები წაიღო მაგრამ იგივე ანუ მაგ სპეციფიკალში ანუ წყალი ადგილზე თუ არ იპოვე ანუ წყალი თუ მიგაქ მშენებლობისთვის რო გამოიყენო სუსტი იხოდი იქნება იმიტომ რომ ბოდი შეხლა ვერ გისმენ მიყურებენ ხო ისო აი ხა ეს კარი ღია რო ყოფილიყო შემოვიდოდა ეს კარი აღარ ეშინია ნახე გაიხედავს გამოიხედავს სიხარულია ხო და რას ვამბობდი
რაღაცა მარტო bear grill-ებს თუ არ უშვებ კოსმოსში და რაღაცა აი 5 ლიტრი წყალი შენ და 1 წელი სვი და ფსი და სვი მე ისევ ფილტრაციის სისტემა. ხო, რა და დანარჩენი ბეტონ ცემენტისთვის არა, ან ტეხავს ეგრე რო უშვებ რა კოსმონავტს. მაგრამ ისინი რო არის ჰიდროფერმები. ანუ ვერტიკალური ფერმები და ასე როგორც ან ერთი წყალი რა ან ტრიალებს როგორც რაღაცებს უმატებენ და რაღაცე იზრდება. მინერალიზაციას აკონტროლებს მაგიტო. ზუსტად ანუ ეხლა ბევრ ადგილას ანუ მილების ანუ რაშიც არის ვენახებად ვენახებიც არ გაშენებული, მაგრამ უბრალოდ ანუ სალათის ფურსები და ეგეთ მარწყვი და რაღაცები ახლა შეიძლება პატარა რაც არის ანუ რეჰანი და რაღაცები ხო. ანუ მაგრამ სოკოები ხახვიც და რაღაცები, მაგრამ ისე რომ თუნ ამებსაც ანუ ბევრი ბეჭდავს ახლა. რაც ანუ კი რაღაც მომენტში ზაქვე injection molded ანუ უბრალოდ ჩამოსმული ჯობია, მაგრამ იმას იმენი ხანელოდო და ანუ ქარხანაშული რაც ერთი რაც ნორმალური პრინტერი იყიდოს და ერთ თვეში აქ ფერმა. ისე არის. დაბეჭდილი უფრო ნაკლებად მავნებელი არის კლიმატისთვის ვიდრე injection molded. ისე აი 3D პრინტით რაღაცეები შეიძლება ძვირი გამოდიოდეს ხშირად, მაგრამ აი supply chain დამოუკიდებლობის რაღაც ხარისხს რაც გაძლევს ყველაფერი ღირებულია ჩემი აზრით კომპანიისთვის. თან ეხლა ეგეც იყო ერთ ნიუსი ამ წელს ანუ ამ თვეში თუ ხო სადაც ერთი გვერდს ნახე თან მარტო ფილამენტის market share სოფლიოში 4 მილიარდ დოლარზე ავიდა. დავთესოთ უნდა სიმინდი ესე იგი რა გვინდა აქ. სიმინდი ხო არის იგი დასავლეთში. ხო. ნომათო? მაგრამ ისა რომ ერთი ეს ანუ ყველა სიმინდი ხო არ არის? კი. ანუ არის წესით რაც საჭმელი სიმინდი, რომელიც ანუ ეს კონსერვებში არის ხოლმე, ანუ უბრალოდ რომ მოხარშავ ჭამ, არის პოპკორნის სიმინდი, არის ზეთის სიმინდი და არის დიზელის სიმინდი და არის ზუსტად ამ PLA-ის და ფილამენტების სიმინდი. რომელიც არის ჭირო. არა. ანუ შეგიძლია ყველაფერი საჭმელი. არ ცადოთ ყლაფრის ჭამას. მარტო ისაც იჭმება. კი. ყვითელი თოვლი ცუდია. ეგ არის ანუ ეგ რომ მოიყვანო ეგ კი ანუ supply ანუ მიწოდება თვითონ სიმინდის გაქვს, მაგრამ ეგ მე გადაამუშავე რასთან მაგას რაც ანუ ერთი მინუსი აქვს რომ რაღაც მჟავები და ტაოტები და რაღაცები ჭირდება. რომ ანუ გადაამუშავო საბოლოოდ ანუ ამ კაფსულება და რაღაცეებად რა. ანუ ეგ არის ცოტა ძვირიანი სისტემა. ხო, არა იქ. მაგრამ ისა რომ ძვირიანი ინვესტიცია არის, მაგრამ რაც ერთხელ რო ჩადებ, ანუ გაგდა. ხო, მაგრამ ნუ მასშტაბის ამბავია რა, ეხლა ნუ რაღაცას რო 9 მილიონის ინვესტირება ჭირდება თავში, მე ანუ ადამიანების უმრავლესობას 9 მილიონი არ უგროვდება რაღაც. ანუ 9 მილიონი თან ღირს მარტო ერთი ნაწილი რომელიც კომპონენტი და ორი ეგეთი ორი ფაზი კიდე და მე უკვე ინდუსტრია გაქვს. მე უკვე ინდუსტრია გაქვს და ამ 4 მილიარდიან ბაზარში პაწაწკუნტელას თამაშობ. მაგრამ ანუ უკვე რაღაცა არის. მაგას გამახსენდა ანუ ახლოს არის მარათან არის ბამბუკი. ბამბუკის ფილამენტი არსებობს? ანუ შეიძლება ანუ ის ხის ფილამენტები რო არის, ანუ ხის ნაწილაკები რო აქვს, შეიძლება ბამბუკის ნაწილაკებიანი რაღაცა იყოს. კი, მაგრამ ახლა ანუ ძირითად ბაზა მაინც PLA ის არის. მაგრამ ბამბუკის გამახსენდა სათი ანუ ბამბუკი ხო ანუ სარეველა ბალახი არის. ხო. ანუ ერთხელ დათესავ და თავიდან ვერ მოიცილებ. ერთად იმა დათესა ეგ ბამბუკი თავისთან. და ანუ იზრდებოდა და იმა რა ვქნა რა ქას პატარა მინი ცეხი იყიდა. როდესაც ამ ბამბუკს ტენიდა და ჩხირებს უშვებდა მეორე მხრიდან. და მაგ ჩხირებით ამარეგებდა ლამის თავის მთელ რეგიონს. რაც კი იყო საჭირო მაღაზიები და ასე, ანუ თან ადგილი ქონდა, აი ანუ ამერიკულ კინოებში რო გვაქვს ნახე, ანუ უკანა ბაღი რო აქვს რა სახლებს. ანუ ეგ ტერიტორია ქონდა. აი მე პატიოში ჩალენჯები. ხო რა, ანუ რა ზეგეთი. რაც ერთი 5 მეტრ 10 მეტრაზე არეალი რა 50 კვადრატული დრა არის რა, ანუ მხარას, მაგრამ ანუ იმდენი მოდის რომ რაღაცა არის. დასავლეთში მინახავს ბამბუკი, ანუ ჩავდგათ ბათუმშიც არის. ხო, ბამბუკის ჩხირები. ეს ხო ეს ბამბუკის თავიდან რაც არის თეთრი. სანამ გაიზრდება ბალახი და მაგარი გემილი რაღაცა არის. ამ ბალახის ხა ის არის.
რაღაც ბალახების სახელი არ ვიცი, მაგრამ ბალახების აი თეთრი ნაწილი მიჭამეო ბერჯა. თან ბალახებისაც, მაგრამ ბამბუკის ის რო კაია რა. ბამბუკისაც გემრიელი იქნება ალბათ, რა ვიცი. სანამ გამწვანდება, იქამდე არ იწამლებათ რა. კაი, მოგშვიდა მგონი უკვე წავა. აუ, ჯიგრულად მომშვიდა. მაგიტო დღეს ის დაგემშვიდობებით, რაიმე კითხვები თუ გაქვთ კომენტარებში თუ და თავარი კითხვა ჩვენგან. კრეატიულები ვართ, მაგრამ სახელებში ძალიან სულად ვართ. რაიმე იდეები თუ გაქვთ, რა შეიძლება დავარქვათ ამ მოპოდკასტო სიახლეების. მე მაქიდია სამგანუზომლობა. სამი განზომილების შემოტრიალება. არა ფინანსებ. ნახავთ. The last bomba clot.